თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვერკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის პროცესი გაიმართა. სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა და პაატა ბურჭულაძისა. როგორც პენტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, ბურჭულაძემ უარი განაცხადა სხდომაზე დასწრებაზე, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ კი ძებნა გამოცხადებული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ იმ ვიდეოს შესახებ ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით აქციის დაწყებამდე გავრცელდა. მისი თქმით, არანაირი ორგანიზება, წინასწარი განზრახვა, როლების განაწილება, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. როგორც მანჯგალაძემ განმარტა, იმ დღეს ყველა შეხვედრაზე ამბობდა, რომ ორგანიზატორი ის არ იყო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება მის ბრალეულობას არ ადასტურებს. მისი თქმით, წარმოდგენილ ვიდეოში ის ამბობს, რომ 4 ოქტომბერს არავითარი გეგმა არ არსებობდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დარბაზიდან მოქალაქეებს მიმართა და ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა. აი ეს წესიერი კარგი ადამიანები გავიცანიან არცეთ მათგან ჩვენ არ ვიცნობ არცეთ აი გავიცანით და ერთი მტკიცებულება მაინც ამ ადამიანებთან ამ კავშირი იყო არ არსებობს ხო არ არსებობს ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად უპირატად დაჭერილი ხო ეს ყველაფერი არის პროპაგანდა ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ კარგად დაადგმული ერთი დიდი სპექტაკლი ქვეყანა არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყანა მიყავ პირდაპირ რუსეთისკენ და რუსეთში ამიტომ ჭირდება ერთიანობა ყველაფერი და გავაკეთოთ ამ ქვეყანაში რომ ქვეყანა შვიდობიანად არაზალოდობრივად მაგრამ გააზრებული ნაბიჯებით დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის იმიტომ მე 4 შვილის მამა ვარ არ მინდა რომ ჩემი შვილები გაიზარდონ რუსეთში თავიანთი შვილები ხო კარგად დაწვდეთ ევროპაში ამერიკაში საუკეთესო სასწავლებლებში ხო მათი შვილებისთვის უნდა იყოს ევროპა და ჩვენი შვილებისთვის უნდა იყოს რუსეთი მათ უნდა ქონდეთ სახში ოქროს ზოდები და ბავშვები გვინდა ქუჩაში უნდა მაცხოვრობდნენ და გარდაშვებულები იყვნენ ეს არის სამართალი რა მე არანაირ თავს დანაშაულს არ ვცნობ ყველა ეს ვიდეო არის ფასი არანაირ ჩვენ დანაშაულს განაგრძობს არ შეგეშინდეთ არაფერს ხალხო თავი ეს არის ბრძოლა ბოლომდე ბრძოლა გამარჯვებამდე ცეცხლი ოლიგარქიას და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამაც. მისი თქმით, აქციასთან დაკავშირებით ბევრი მითი და მოლოდინი არსებობდა, მათ შორის თითქოს ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ. როგორც ის ამბობს, თავისი შინაარსით ეს მშვიდობიანი და კანონიერი სპონტანური სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა. ამ კონტექსტში ზოდელავამ ბაჩო ახალაიას ბრალდებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახალაიას სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ მითებს შეეწირა. ბაჩო ახალაიას სუსი 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად აცხადებს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. Adevărul adevărul povede imito robiko kreativni mesajები. ისეთი მიტინგი დადიოდა ბოლომდეებში. თქო ბიზნაირონიშვილიც არის პატრონატის მაგაზი გახდა და ახლა დაიწყო. ამ ბევრი მიტინგი რომელიც სახელმწიფო პროპაგანდას აღიარება გაკეთებული მიტინგის თავშეა და ამას შეეცირა კონკრეტული ადამიანი რომელიც დააკარგა პარლამენტში ბაჩოხალაის კომისია. და ამ ბევრი ხალხი მოიყვანა მე გასაგებად გააჩინა. თქო კარგი კი არის ორი ვორტინგი როგორც ჩადაობა ბევრი ხალხი მოიყვანა მაგრამ სამწუხაროდ იყო ასევე ბევრი მითოლოგიური შრეები რომელიც ამას გამოყვა და ამან მოიყვანა ბევრი ხალხი მაგრამ მოიტანა იმედად. ჩემი მიზანი იყო რომ
იმდენად ბევრი ხალხი იკვირად იყო ეს ატომების მოედანი ერთი ვირტუალში მოხდებოდა ამის მოხსება და ერთი ვირტუალის სამი ვერტიკალური ყოფილი სიუცის ხალხის გავსება იქნებოდა ეფექტური მნიშვნელოვანი მათ შორის სიგნალი ხელისუფლებისთვის ნებო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყო ატომების მოედანი ჩემი გამოცდილებით იმგვარად უნდა მოწოდება ჩემი რომ მართლა შეიძლება ობიექტურად აქ და დარბაზში 13-20-ზე ანუ აი შენობის პიკეტირება და სადაც მოხდით მართლა შეიძლება გამოიწვია თუ არა აი ადამიანის მაგრამ როცა იგივედი უკვე მოხდა ის რაც მოხდა როგორც საქმე მოხდა არც გეგმაში და დათვალისწინებული რა მოხდა რა ინსინუაციები იყო რა ჩარევები იყო ამას ჩვენ ვერ გამოვიდა მურთაზ დოდელოვას განცხადებას იმის შესახებ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის საქმის პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი აღიარებად მიიჩნევს. მისი მტკიცებით, ამ განცხადებით ზოდელოვამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. მურთაზ დოდელოვამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. რაში გამოიხატება ის კონკრეტულად? თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა, ამაზე მსჯელობაო და სრულიად ობიექტური არის ამ საკითხზე სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო. თქვენ ხედავთ ზოგადად მიდგომებს ბრალდების მხარისას, პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდაოდ ხდიან მტკიცებულებებს. მათზე გარკვეული სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება, ამ შემთხვევაში ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება შეფასება კონკრეტული საკითხის. მურთაზ დოდელოვას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.